უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო მესამის ლოცვა-კურთხევით დღეს გამწვანების ღონისძიება გაიმართა. საპატრიარქოს ფონდ გაამწვანე საქართველოს ორგანიზებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე 150-მდე ზეთის ხილის ხე დაირგო. ღონისძიება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი ილია ნასიძე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია, სხვა სასულიერო პირები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფონდ გაამწვანე საქართველოს აღმასრულებელი მდივანი გოჩა არონიშიძე, გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების, მათ შორის ეროვნული სათხეო სააგენტოს თანამშრომლები, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე ნიკოლოზ აზნაურაშვილი, გარემოს დამცველები, ფეხბურთელი თემურ ქეცბაია და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. გამწვანების აქციის დაწყებამდე ღონისძიების მონაწილეებს შეხვდა საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის ხელმძღვანელის მოადგილე იღუმენია თეკლე სიხარულიძე. მან კოლეჯის დაარსების ისტორიასა და სამების საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიის გამწვანებაზე ისაუბრა. დღევანდელი ღონისძიება გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ ეს დღე 5 ივნისს აღინიშნება. დღეს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე გაიმართა ღონისძიება, რომელიც ერთობლივად იქნა ჩატარებული საპატრიარქოს ფონდი გაამწვანე საქართველოს და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ. აქ გახლდათ მინისტრი ბატონი დავით სონღულაშვილი, იყვნენ სატყეო და დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ხელმძღვანელები და თანამშრომლები, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი ილია, არქიმანდრიტი სერაფიმე და სხვა სასულიერო პირები და ერთობლივად ყველამ გავაშენეთ ახალი ზეთისხილის ბაღი ამ ტერიტორიაზე, რომელიც იყო აუთვისებელი და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული აქ ბაღის გაშენებისა, რომელიც დაამშვენებს ამ ტერიტორიას, შესძენს მას სილამაზეს და რა თქმა უნდა კიდე ზეთისხილის ბაღი გაშენდება, რომელიც თავის ნაყოფსაც გამოიღებს. მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ნეტარხსენებული ილია მეორის დამოკიდებულება ბუნებისადმი. მისი უწმინდესობა ყოველთვის თვლიდა, რომ ადამიანისათვის აუცილებელია ცხოვრება ჯანსაღ და ლამაზ გარემოში და ადამიანისათვის აუცილებელია ბუნებასთან, ფლორა და ფაუნასთან ურთიერთობა. რამე თუ ეს მასში ყველაზე საუკეთესო თვისებებს აცოცხლებს, ხელს უწყობს და ქმნის ყველასათვის, მთელი კაცობრიობისათვის სასიკეთო და სასარგებლო გარემოს. და აი ფონდი გაამწვანე საქართველოს, რომელიც დაარსებულია კათოლიკოს პატრიარქ ნეტარხსენებული ილიას მიერ, ეს ფონდი ახლა უკვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიოს კურთხევით აგრძელებს ამ დამოკიდებულებასა და ამ გზას, რომელიც კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დაგვიტოვა ყველას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დიდ ყურადღებას აქცევდა მოგეხსენებათ ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარს და მის ულამაზეს ეზოს და ეს ეზო კიდევ დღითი დღე მშვენდება და ლამაზდება. 150-მდე ზეთისხილის დღე დავრგეთ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამის ლოცვა-კურთხევით და ეძღვნება ეს ბაღი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის გარემოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ეძღვნება მის უწმინდესობა პატრიარქ ილია მეორეს, მისი უწმინდესობა პატრიარქ შიო მესამის ლოცვა-კურთხევით. ეს არის დღე, როდესაც საერო, სასულიერო, საჯარო და კერძო სექტორი და სასულიერო
ერთიანდება და ასეთ ტიპის აქციებს მართავს, რაც პირველ რიგში ხელს უწყობს ადამიანების ცნობიერების ამაღლებას და გარემოს დაცვის მიმართულებით გაძლიერებას. მოგხსენებათ, ეხლახან იყო გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 5 ივნისი და ჩვენ აი ამ დღის ფარგლებში სამების საკათედრის ტერიტორიაზე არქიმანდრიტი ილია ნასიძის და არქიმანდრიტ ივანე მჭედრიშვილის ინიციატივით და წინადებით და რა თქმა უნდა პატრიარქ შიო მესამეს როსაკურთხევით გავაშენეთ ეთიცხილის ბაღი. დავდგეთ 150-მდე ეთიცხილი. ძალიან კარგი ენერგები, რომელიც მოგვაწოდა ჩვენ ჯეოლივმა და გვერდში ვეხმარებოდნენ ჩვენ როგორც სამის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის, ასევე ჩვენი პარტნიორები ჯეოლივი, როგორც ითხარით და მწვანე სახლი და ასევე სატყეო საგეტოს დახმარებით ერთობლივად ეს ტერიტორია დამუშავდა, მოწესრიგდა და დღეს იქნება უკვე ლამაზი ბაღი იქნება, რომელიც აქ დაამშვენებს გარემოს, იქნება მოსავალი, იქნება მარადმწვანე ტერიტორია და იქნება აი ძალიან კაი რეკრეაციული სივრცე იქნება. ასევე ეს ღონისძიება პატრიარქ შიო მესამეს რუსაკურთხევით მიეძღვნა ჩვენი ნეტარხსენებული პატრიარქის ილია მეორის სახელს და მისი სახელით ასევე ყველა გარემოს დამცველებს, რომელსაც ქვეყანაზე ამაგი აქვს და დიდი ღვაწლი გაწეული. ასევე ჩვენ დავგეთეს საქართველოს მომავალ რომელიც უნდა იყოს მომოლელი ჩვენი ბუნების, ჩვენი ეკოლოგიის, გარემოს დაცვის. ეს არის ანატოვარი ჩვენი პატრიარქის ილია მეორის, რომ უნდა ისწავლონ ბავშვებმა ნეგებთან ურთიერთობა, მოლაპატრონობა და ეს შემთხვევაში ეს ქვეყანას კიდევ უფრო გაალამაზებს, გააჯანსაღებს. და შეიძლება არა მარტო ეკლესიებს კი არ ვამწვანებთ, ვამწვანებთ ხმასრულებსაც, ეს არის პოლიცია, ჯარი, საავადმყოფო, სკოლა და ასე შემდეგ და აი ამას ვახორციელებთ. დღეს აქ ვიყავი და ახლა ძალიან ლამაზი ბაღი გაშენდა და ვიხარია ეს განხორციელდა ჩვენი პატრიარქის რუსაკურთხევით. შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ფონდი გაამწვანეს საქართველო 2013 წელს დაარსდა.